მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, კეთილი იყოს თქვენი შემოგზანება ჩემთან, ჩემ არხზე და გავაგრძელოთ თანამშრომლობა, ურთიერთობა ესე ჩვენი არხით, სალიელის არხით და პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენი გამოწერისთვის, ყურებისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, ვინც უყურებთ ჩემ არხს, ვინც ხართ ჩემი ერთგული მსმენელი, მაყურებელი, მაგრამ ვინც პირადში მწერთ, მეხმაურებით, თქვენს ყველას მადლობა. ქვემოთ მითითებულია ჩემი ნომერი WhatsApp-ზე, Viber-ზე, შეგიძლიათ მომწეროთ, კითხვებითაც შემიძლია ვნახო, ასევე ვიდეო ასე ვთქვათ, ჩართვითაც, ვისაც გაქვთ სურვილი. გადავედით ახალ ენერგიებში. Eclipse, ანუ ეხლა არის სარკისებული დღე, 26/06/2026, ხო, და 2 დღის უკან იყო კიდე მზებუდობა ზაფხულის. მზე არის ასული ძალიან მაღალ ვიბრაციებში, ენერგიებში. ნუ ისედაც ახლა ზაფხული მოდის და სიცხეა, ჩვენი კრისტალები დავყაროთ. გავკრისტალდეთ, დავსუფთავდეთ, შევიდეთ რეზონანსში, როგორც ბუნებასთან, სამყაროსთან, ნათელ კეთილ ენერგიებთან, მოვიწვიოთ ნათელი კეთილი ენერგიები ჩვენს საკეთილდღეოდ სიკეთისთვის, სიყვარულისთვის და სიხარულისთვის. ყოველი არსება იყოს, ასე ვთქვათ, ბედნიერი, ხო? ყველა ცოცხალი არსება და ეხლა უბრალოდ ავიღე ესეთი დასტა. ეს არის celestial, ანუ ეს არის კოსმიური, ინტუიციური დასტა. ნახეთ, კოსმიური ცოდნა, ხო? მიაწერენ ძალიან ბევრ რამეს, მაგალითად რუნებს, მაგალითად სიგილებს, მაგალითად ნუმეროლოგიას, ასევე, არის კიდე უფრო ღრმა ცოდნა, ენერგეტიკული ვიძახი, სამკურნალო ცოდნები, რომელიც კოსმოსიდან არის, ასე ვთქვათ, ეს ცოდნები ჩამოსული და ჩვენამდე მოღწეული, ამიტომ არაფერი ახალი არ არის ამ ქვეყანაზე, ეს არის ყველაფერი ძველი, დავიწყებული. ახალი, ანუ არაფერი არ არის. ყოველთვის იყო და იქნება. უბრალოდ ჩვენ ბევრ რამეს გვავიწყებენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, იღვიძებს სამყარო, გადავდივართ ახალ ვიბრაციებში, სულიერებაში ვძლიერდებით და ვერავინ და ვერაფერი ვეღარ დაგვავიწყებს. პირიქით, გამოღვიძებისკენ მიდის მთელი ეს პროცესი. და უბრალოდ ივლისი ჯერ არ დაწყებულა, ივნისია, მაგრამ ეხლა ივნისის ბოლოა და ვნახოთ ივლისის თვე, 2026 წლის ივლისის თვე როგორი იქნება. იმას გავაკეთებ, ორ პოზიციას, თქვენ ჩაიფიქრეთ პირველი, მეორე და შემდეგ თვითონ დასტიდან გამომდინარე რა ინფორმაციაც მოვა, იმას მოგაწოდებთ. ინტუიციურად უნდა ჩაიფიქროთ ან მოусმინეთ ორივეს. როგორი იქნება ივლისის თვე 2026 წლის ყველასთვის, ვინც ახლა შემოვიდა უყურებს ამ ვიდეოს, არ აქვს მნიშვნელობა რა დრო იქნება, თქვენთვის იქნება აქტუალური. ივლისის თვე. პირველი პოზიცია, ენერგიები, პირადი, ფინანსები, რჩევა. მეორე პოზიცია, ენერგიები, პირადი, ფინანსები და რჩევა. პირველ რიგში ორივესთვის ამოვიდა მზე. ხა ნახეთ, მზეს აქვს ძალიან ბევრი ახსნა. ჯერ ერთი კი დადებითია, რა თქმა უნდა, და მზე სასიცოცხლო ენერგიაა და იქიდან მიკვებებით ფაქტიურად და ყველანაირ ნეგატივს
ასწორებს, ხო? აქრობს, მაგრამ მზე ასევე ეგოიზმსაც ნიშნავს, მზე ასევე რაღაც ისეთი ფაქტორები, ხო? მაგრამ მთლიანობაში, ხო, როგორც ახლა საჯარო გაშლა, ეხლა ამოდის გაკრისტალება. ანუ სიტუაციის გახსნა, გამონათება, ხო, ასე ვთქვათ. თუ რამე იყო ისეთი, დაფარული, დამალული, უნდა გაიხსნას. ახლა ესეა, სამყაროს კანონი ასეა. დავიწყებ პირველი პოზიციით, არ ვიცი, ჩაიფიქრეთ თუ არა. რა მნიშვნელობა აქვს, მე დავიწყებ. პირველი პოზიცია, ენერგიები. მოკლედ, ახლა ენერგიები არის აქ როგორი, იცი, აი პატარა ნაბიჯია. ნახეთ, ახლა ეს ივლისის თვე, ვინ ჩაიფიქრა პირველი პოზიცია, არ იქნება გრანდიოზული. გრანდიოზული რას ვიძახი? ანუ რაღაც აი დიდი მოვლენა თქვენ ცხოვრებაში არ იქნება. პატარა მიღწევები, პატარა ნაბიჯები, პატარა სიტუაცია, პატარა შემოსავალი, პატარა რაღაც, წინსვლა, სწავლა, კარიერა. კი, მთლიანობაში, მაგრამ ჯერ ხარ პაჟის პოზიციაში. რას ნიშნავს პაჟი? დამწყები. აი რომ შედიხარ სადღაც სტრუქტურაში, წარმოიდგინე, ხო? და თავიდანვე ხარ ტოპ მენეჯერად და თქვა ჩეფ უფროსად არავინ დაგსვავს, ხო? ჯერ უნდა დაიწყო, ანუ ჩვეულებრივი კონსულტანტის ან მენეჯერის, აი ესეთი ასისტენტის პოზიციით, რომ შემდეგ ანუ ვთქვათ, განავრცო შენი სიტუაცია რაღაც პერიოდის მერე და ან დაგაწინაურებენ, ან წამოხვალ, ან უკვე შენზეც არის დამოკიდებული, მაგრამ თავიდან ხო აი დამწყების პოზიცია. ანუ არ არის დიდი გრანდიოზული ეს ივლისის თვე, მაგრამ პატარა რაღაც მიღწევები არის. ნახოთ ახლა ენერგიები, ხო? და პირადი. ახლა პირადშიც იგივე სიტუაცია ამოდის. არ ვიცი ხა პირველი პოზიცია ვინ ჩაიფიქრა, მაგრამ პირველ პოზიციაში ვინ ჩაიფიქრა, ხო, პირველი პოზიცია ამოდის აქაც. ანუ პატარა კომპლიმენტი, რაღაცა, ანუ ვიღაცას მოსწონხარ, რაღაცა პირადი გაქვს, პატარა ნაბიჯი, პატარა, დიდი არა, გათხოვება რაღაცა, არა, ანუ პატარა. ხო, ეხა ფინანსები ვნახოთ აბა. აი, ფინანსებში უკვე ამოდის აქ პარტნიორობა, ნახე, ფინანსურად, ეხლა ნახე პირველი, ანუ პოზიცია ვინ ჩაიფიქრა აქ. ამოდის პატარა ნაბიჯები, პატარა მიღწევები, პატარა სიხარულები და ფინანსურადაც გჭირდება პარტნიორი. ანუ ვიღაც პარტნიორი თუ არ გყავს, გამოგიჩნდება, თუ გყავს პარტნიორთან ერთად რაღაც საქმის წამოწყება იქნება. ყველა ვარიანტი რომ პატარა. და რჩევა. რჩევა არის გადასარევი. ის რომ უნდა იყოს სამართლიანი, როგორც შენს თავთან, შენს ცხოვრებასთან, ასევე შენს პირადში იმ ადამიანთან, ვინც გყავს ან ვინც გეყოლება, შენს პარტნიორთან, იმიტომ რომ ანუ ნახე, სამართლიანობით იწყება, მერე აგება, ანუ ეხლა აი ამ ეტაპზე, ხო, აი ამ დროში როგორ მოიქცევ, იმის და მიხედვით განისაზღვრება უკვე შენი მომავალი. ანუ შენ თუ ხარ სამართლიანი ადამიანი, არაშავებ, უკანონოდ ვიძახი, ხო, არ ატყუებ, არ ძარცველობ, არ რაღაცა მზაკრული რაღაცები არ გაქვს, არ ეშმაკობ, არ იტყუები, არ რა ვიცი რა, მოკლედ რა. მაშინ გეძლება იმის სიტუაცია, სამყარო გაძლევს რას? შანსს გაძლიერებს იმ შენ პირადშიც, იმ შენ ცხოვრებაშიც, იმ შენ პარტნიორთან, იმ შენ სიტუაციაში უკვე შენ ხდები, ანუ პოზიციით წინ, პლუსში გადადიხარ, როგორ შენ შეგიძლია მარტო არა მარტო შენი თავი, არამედ სხვებიც და გეძლება ამის ძალა. შეიძლება ეს გამოცდილება იყოს, შეიძლება ბუნებრივად გაგეს, მაგრამ არ მომხდარა სიტუაცია, რომ ეს რეალიზება მოგეხთინა და აი ახლა მოგეცემა. ანუ ნახე, შენ თუ სწორად წარმართავ, შენ ყოველ მოქმედებაზე ნაბიჯს შემდეგ გარკვეულწილად იმას მოყვება უკვე მომავალი. ესეა პირველ პოზიციაში the Celestic Tarot Deck card, ანუ
კოსმიური ცოდნით აი ესეთი ინფორმაცია რჩევა მოგივიდათ თქვენ. მადლობა პირველ პოზიციას და გადავედი მეორე პოზიციაზე. ვინ შეიფიქრა მეორე პოზიცია? ენერგიები. The Wheel of Fortune. ანუ რა ხდება ახლა პირველ პოზიცია განვიხილე, გადავედი მეორე პოზიციაზე. ვინ შეიფიქრა მეორე პოზიცია? აქ ამოდის Destiny არის ბედი. მაგრამ ამ შემთხვევაში შენ ხარ შენი ბედის წარმმართველი. აქ ამოდის ციკლურობა. შენ როგორც მეწეღან ვისაუბრე, როგორც პირველ პოზიციას, ასევე მეორესაც ეხება თქვენი მოქმედება. აი როგორც მოიქცევი ისე, ანუ ბუმერანგიც ეს არის სამყაროს კანონებიდან გამომდინარე, ისე მოგექცევა სამყარო. სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე. აქ არის როგორ? ან წაღმადატრიალდება სიტუაცია, ან უკუღმა, ანუ აქაც მთავარი როლი გაქვს შენ, ანუ შენზეა დამოკიდებული შენი ცხოვრება. ანუ როცა ეს ამოდის, ენერგიებში ნიშნავს ამას, რომ შეიძლება გრანდიოზულად კარგად დაატრიალო შენი ბუნებიდან გამომდინარე და შეიძლება აი იმ უარყოფითი ფიქრებით არ გამომივა, ვაიმე არ ვიცი, ვაიმე ეჭვები, ვაიმე და მოახვიო შენ თავს ის მომენტი, რომ რაღაც არ შეგიძლია, არა ეხლა რაღაც ტრაგიზმი, ხო და უარყოფითად აისახოს. ანუ ესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეხლა ამ პერიოდში ფიქრები, აზრები, შენი სიტყვები, გაჟღერება, ლოცვა, თუნდაც სურვილის ჩაფიქრება, ან იგივე თქმა, ხო, ეს აფირმაცია იქნება, თუ მანიფესტაცია იქნება, რაც, ანუ არა აქვს მნიშვნელობა აი ამის წარმოთქვა ყოველი სიტყვის. იმიტომ რომ აპროგრამებს შენ ცხოვრებას რეალურად. მეორესთან ეს არის. შემდეგ პირადი, აქ ანუ ამოდის ვარსკვლავი, რაც იმას ნიშნავს, რომ სიშორეზეა საუბარი, ან მანძილით, ან ქალაქით, ან ჯერ არ არის, არ მოსულა ის ადამიანი, ხო? ან და შეიძლება გონია, რომ ის არის, მაგრამ არ არის ის, ანუ რატომ? იმიტომ რომ ჯერ სამყაროს არ გადაუწყვეტია. არ ახარ იმ სიტუაციაში, რომ ნამდვილად ეს არის ის ადამიანი, ვინც ანუ შენი არის, ხო? შენი ადამიანი, შენ შეიძლება გონია, რომ შენია, მაგრამ ამ დროს არ არის, იმიტომ რომ შორ მანძილს მაჩვენებენ, დაშორებულია. შორს არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება. ანუ ნახე, იმედიანი კარტია, რაც ნიშნავს იმას, რომ იქნება. შენ უნდა ითხოვო, აქ აი ამ დასტაში რატომ არის მნიშვნელოვანი, ხო? კოსმიური ცოდნა. რომ შენ სთხოვ სამყაროს, კოსმოსს, შენ ფარველებს და იქიდან გამომდინარე, შენ რო ითხოვ, შენ მოგეცემა. აქაც იგივე სიტუაცია პირადში, ანუ შენ უნდა შეავსო, ხა მეტაფიზიკურად ვსაუბრობ, ხო? ის შენი სიტყვაზე ვიძახი, ჭურჭელი, თასი, შენი ემოციებით, შენი გრძნობით, შენი ფიქრებით, შენი სურვილებით და შემდეგ გაუშვა. იმიტომ რომ მიუწვდომლობაა ვარსკვლავი. კი, სურვილი ხდება, მაგრამ დრო უნდა, ჯერ პროცესი, ანუ არ მისულა მიზნამდე, ჯერ შორს არის, ანუ პირადზეა საუბარი. კარგით, ну ის არ არის ყოველ შემთხვევაში. თუ გონია რომ ეხა ვისთანაც ხარ relationship-ი გაქვს, ხო? ის არ არის, ანუ სამყარო ესე მაჩვენებს. და ფინანსები. აქ ამოდის, ანუ დახმარება, იდეების, ბიზნესი, კარიერა, სწავლა, რაღაცა სიტუაციების რეალიზაცია სამომავლოდ, რომელიც ჯერჯერობით, ანუ ნახე, ის იდეები, ის გეგმები, ის პარტნიორები, კიდევ ვიძახი, ის ადამიანები, ვისთან ერთადღაც გაქვს, თქვათ, ფინანსური სიტუაცია, სამუშაო, ფიქრი, შეიძლება კერძო ბიზნესი გინდა, ანუ ჯერ გეგმა მიდის, რეორგანიზაცია მიდის სამომავლოდ, იგეგმება 3 თვის, 3 პერიოდის შემდეგ, ანუ კარგად, მაგრამ მარტო არ ხარ, ანუ 3 ამოდიან, შეიძლება უბრალოდ
3 პერიოდია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ მარტო არ ხარ. ამ შემთხვევაში სამყაროც გეხმარება, ნახე? ტრიკვესტია ჩართული, ანუ სამება. და ეს ძალიან კარგი რიცხვია. და ნახოთ რჩევა. რჩევა არის მეორესთან ესეთი, რომ შენ ვისაც ელოდები, აქ ჩანს მხედარი. მხედარი, ანუ ადამიანი, რომ ხო, მაჩვენა პირადში, რომ ანუ დაშორებულია ვარსკვლავი, ანუ რას ნიშნავს? შორია, ჯერ არ არის, მანძილია, დროა, რაღაცა, ხო, გარემო ვითარება. რომ ის არ არის, რომ ჯერ კიდე მოდის, მაგრამ მე ხო ვთქვი, რომ შენ მეთქი თუ ინატრებ, თუ ისურვებ, ეხლა ამ პერიოდში მით უმეტეს შეისმენენ, ხო, სამყარო, კოსმიური ძალები და აი ზუსტად რჩევა არის ესეთი აქტიურე და შენ ცხოვრებაში ნამდვილად გამოჩნდება ის ადამიანი, ის პარტნიორი, ამ შემთხვევაში მხედარი, აქტიური, ვინც შენ გჭირდება. და დავამატებ პირველისთვისაც და მეორისთვისაც აი ესეთ რაღაცას, აი ეხლა ამ პერიოდში, ვინ ჩაიფიქრებს, ოღონდ ეს სურვილი უნდა იყოს კეთილი, რა თქმა უნდა, თქვენთვის და არა საზიანო სხვისთვის. კეთილს სურვილს, აბა, რამდენად შეგისრულებთ სამყარო, თქვენ ორივეს. ანუ პირველ ვარიანტსაც, მეორე ვარიანტსაც ამ პერიოდში. რამდენად შეგისრულებთ სამყარო კეთილს სურვილებს. ეხლა ამ პერიოდში. 100% ამოდის მზე. და ამოდის ასევე ადამიანი, ვისაც ადამიანი უნდა მოუვა, ვისაც სტაბილური სიტუაცია უნდა ოჯახში, სიტყვაზე ვიძახი სამსახური, ფინანსები, ესეც, ანუ მოდის, სტაბილურობაც მოდის და ამოდის მზე, ანუ რას ნიშნავს? ხო, თქვი, მზეზე ხდება რაღაც ენერგიების დიდი ამოფრქვევა, ეხლა. ის რომ ეხა დედამიწის ენერგიები იწევა, გასაგებია. ის რომ ეხა გადავედით, თითქმის გადავედით და ენერგიება მოიმატა და ხედავთ გარშემო რაც ხდება, ეს ყველაფერი იმიტომაც ხდება, მაგრამ რასაც ვერ ვხედავთ, ხო გრძნობთ. წარმოიდგინეთ, აი აქ პირდაპირ მაჩვენებენ, რომ მზე, რომელიც ჩვენ გვაძლევს ენერგიას, სასიცოცხლო ძალას, მზე, რომელიც ანუ ყველა ცოცხალ არსებას ათბობს. ყველანაირი ბაქტერიების, ასე ვთქვათ, გამქრობია, ხო? და სედატიური ისაა კიდე, ანუ ნახე, გამშვიდებს, მშვიდდები მზეზე, ხო? რატო არის დ-ვიტამინი, მზე, სითბო, სინათლე, ანუ ღმერთთან ასოცირდება, რატო? იმიტომ რომ სინათლეა. და ეს სინათლე, ხო? და ეხლა ხო აიწია მზის ენერგეტიკამაც. ეს კვლევებია, ჩემი თავს საუბრობ. ანუ არ მოწონს იმ მეორე ბნელ მხარეს, ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ის იწვება მზეზე. ხო და ეხლა თუ კი რამე არის ჩვენში ბნელი, მე არ ვიძახი, რომ ჩვენ ყველა ეხლა ისინი ვართ, მთიანი ანგელოზები, არა. თვითონ ჩვენი ბუნება ესეა შექმნილი, ანგელოზური ბუნებით მოვევლინეთ, იმიტომ რომ ღვთის ნაწილაკები ვართ. მაგრამ ნახეთ, ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე მე ვხდებით დაცემულები და ეს ჩვენი ცხოვრება არის მანკიერებებით სავსე, ხო? ეს მანკიერებები არის მოწევა, ლოთობა, სიტყვაზე ალკოჰოლიზმი, რაღაც შური, ნეგატიური ფიქრები, შიში, სიტყვაზე ვიძახი კიდე რა, ბევრი რამ, ხო, ეხლა ვერ ჩამოვთვლი, იცით თქვენს. ხო და აქედან გამომდინარე, მე იმატებს ეს უარყოფითი აი ესეთი ემოციების შემოსვლა ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს ქვეცნობიერში, ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში და რა ხდება, როცა გადავდივართ მაღალ ვიბრაციულ, აი ესეთ ენერგეტიკულ ველზე, შკალაზე, როცა მზეზეც ამხელა ამოფრქვევებია და პირდაპირ მოედინება ეს სიხშირე, ხო, აი ეს ანუ ეხა უხილავი თვალებით, რა თქმა უნდა. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ მოედინება მზიდან ეს წმენდვა ხდება. ვინც ძალიან არის, ხო, ჭაობში რო იტყვიან, ჩასვლელი და ჩავარდნილი
დაბალ ვიბრაციებში, ის ვერ უძლებს ვერც ფიზიკურად, ვერც სულიერად, ვერც მორალურად, ვერც მენტალურად და იმას გარდა იმისა, რომ თავში ურტყავს, რას ნიშნავს ფსიქოემოციონალური, ანუ ფსიქიური აშლობები, ნერვიულობა, ნერვოზი, აპათია, ძალის გამოცვლა, არაფერი არ მინდა, ესეთი რაღაც, ხო? საუბრები. მართლა პრობლემები ეწყება. შეიძლება მივიდეს ესეთი ადამიანი ექიმთან და მან უბრალოდ უთხრას, რომ არაფერი არ გჭირს, ხო? იმიტომ რომ ექიმები, კლასიკური მედიცინის წარმომადგენელი ექიმები ამას ვერ იგებენ. იმიტომ რომ ეს არის ფიზიკური სამყაროს მიღმა, ანუ ეს არის ფაქიზის სივრცეში, ეს არის იმ უხილავ სამყაროში, რაც მე აისახება ფიზიკურშიც, მაგრამ ჩვეულებრივი კლასიკური მედიცინის წარმომადგენელი ექიმი, ხო, თერაპევტი თუ ვინც არ უნდა იყოს, ის ვერ გეტყვის, გაგსინჯავს, ანალიზებს აიღებს ყველაფერს და ანუ ყველაფერი ნორმაში გაქვს, მაგრამ შენი სულიერი მდგომარეობა, შენი შინაგანი მდგომარეობა, ხო, არასტაბილურია. შფოთვები გაქვს, შიშები გაქვს, შეიძლება უძილობაც გაქვს, ანუ ბევრი რაღაც შეიძლება ხა ჩამოვთვალო და ვერ ხვდები რატომ. იმიტომ რომ ირღვევა ყველაფერი რეალურად. თვითონ სამყარო იცვლება, თვითონ ენერგიები იცვლება და შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება ადამიანის ორგანიზმზე, ფიზიკურად, სულიერად, მორალურად. და თუ შენ არ გადაეწყდები, ნახე, შენ თუ შენი არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი, შინაგანი ფიქრები, გონება, ანუ აი ამ მაღალ ვიბრაციაზე, ანუ სულიერებას გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ლოცვების გარდა, რწმენის გარდა, ღმერთის გარდა, იმ ნათელი ძალების გარდა, ხო? აქ უკვე ბნელებს ადგილი აღარ ექნებათ, ანუ სიბნელე აღარ იქნება. უნდა მოხდეს რა? ის რომ დაბალანსდეს ენერგიები, ხო? იმიტომ რომ თუ იყო ეს დამსჯელი ძალა და სჭირდებოდა სამყაროს, იმიტომ რომ თეთრმა სიტყვაზე ვიწახი, ხო? ანგელოზი ვერ დაგსჯის, ღვთიური, ხო? ღვთიური, ღვთისშვილი, ღვთის ნაწილაკი და ამ ღვთიური ბუნების ადამიანი, ხო? მიმტევებელია. იმიტომ რომ სიყვარულია ღმერთი, მან დასჯა არ იცის, სჯის მეორე, რომელიც ემსახურება ისიც, რა თქმა უნდა, ღმერთს, იმიტომ რომ ყველაფერი ღმერთის შექმნილია. ეხლა წარმოიდგინე, ის მეორე ძალა, რომელიც ემსახურება ღმერთს. და ღმერთი უბრძანებს მას, რომ ანუ შენ გაჩერდი. როგორ ფიქრობ, ეხლა ის არ გაჩერდება? შენ რომ მიდიხარ იმ ძალასთან, სათანამშრომლო, სიტყვაზე ვიწახ, ვიღაცის დასასჯელად. შენ როგორ ფიქრობ, ღმერთი იმას, ვისაც შენ სჯი, არ იცავს? და მე ანუ ის ძალა, სადაც ღმერთი ეტყვის, რომ გაჩერდი, ანუ ის ჩემი შვილია. შენ უფლებას არ გაძლევ. ხო, იმიტომ რომ ერთი თმის ღერიც არ ჩამოგივარდება ღვთისნების გარეშე. შემოგიტრიალდება შენ და ორმაგად რო იწყვიან გაზღვევინებს და რა ვიცი, აბა, ეხა აირჩია, რომელი მხარე გირჩევნია, დასაჯო და იმ ძალას მიმართო თუ ანუ უბრალოდ მიანდო ღმერთს და მის სამართლიანობას და თქვა, ღმერთო, აი მე ხო ვარ შენი შვილი, ხო ვარ ღვთის ნაწილაკი, ხო ვარ ანუ შენ მე ვგრძნობ რომ ესეა და შენი მინდა რომ ვიყო, ხო? ამიტომ აი შენ მოგანდობ. შენი სამართლიანობის მიხედვით ხედავ ჩემ სიტუაციას, ხო? შენ თუ მართალი ხარ, რა თქმა უნდა. და იყოს ნება შენი. ანუ აი ამის თქმა და იმ ადამიანის დასჯა ავტომატურად მოხდება იმ მეორე ძალისგან. გესმის? როგორადაც ის არ უნდა თანამშრომლობდეს იმასთან. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიწახი, ყველაფერს განაგებს ღვთიური ძალა. მაგრამ კეთილი ძალა, ნათელი ძალა არ სჯის, ის, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება, როგორც რა თქმა უნდა, ნათელი. მაგრამ ეს იყო დაბალანსებული, უბრალოდ გადაამეტეს რაღაცეები და ძალიან გადაამეტეს და ამიტომ ხდება მოდინება ძალიან ბევრი ანგელოზური ნათელი ძალების დედამიწაზე სამყაროში, რომ ისევ
მოხდეს წესრიგი და დამყარდეს ბალანსი და სამართლიანობა დედამიწაზე. კერძოდ დედამიწაზე და აი ამ პროცესში ვართ ახლა ჩვენ. თუ მოგეწონათ დამილაიქეთ და დროებით, აბა თქვენიცით.